ბუნებრივი გადარჩევა. მამა აბსოლუტის გზავნილი 14 თებერვარი 2020 წელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ თქვენი ცნობიერება და ფიზიკური სხეულები როგორ ურთიერთქმედებენ ამაღლების ენერგიასთან, რომელმაც ამ წლის დასაწყისიდან თქვენს პლანეტაზე მოქმედების სრული უფლება მოიპოვა. სწორედ მან უნდა ითამაშოს მთავარი როლი ადამიანის ცნობიერების ღვთაებრივისკენ ტრანსფორმაციაში, ხოლო მისი ფიზიკური სხეულისა სინათლისა პრისტარულში. ამაღლების ენერგიას შეგვიძლია უწოდოთ ყველაზე ნატიფად აღქმადი, რადგანაც ის უნივერსალურია და მას არ გააჩნია ვიბრაციული ლიმიტი, როგორც სხვა ენერგიებს, რომლების შესახებაც საუბარი ჩემს წინა გზავნილებში იყო. ამის გარდა ამ ენერგიას ისეთი მაღალი დონის ცნობიერება აქვს, რომ მას შეუძლია ურთიერთქმედებაში შევიდეს აბსოლუტურად ყველა ადამიანთან, რათა დაასკანეროს ის და გამოავლინოს მისი მზაობა ამაღლებისათვის. აი როგორ ხდება ეს? რადგანაც ის არის თქვენი დნმ-ის სტრუქტურის შეცვლის გამშვები მექანიზმი, როდესაც ის შეეხება ყოველ ადამიანს, პირველ რიგში ის უყურებს მისი სულის გეგმებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ზეგონსაც კი არ შეუძლია დაარღვიოს ვინმეს სულის თავისუფალი ნება. ფიზიკურ სხეულში ინკარნებულ უმეტეს ადამიანს ჯერჯერობით ამის თავად გაკეთება არ შეუძლია, რადგანაც მათ დაკარგული აქვთ თავიანთი სულების ზედა ასპექტებთან კავშირი. ბევრმა კი საერთოდ დაივიწყა მათი არსებობის შესახებ, რადგანაც მესამე განზომილების ვიბრაციებში ძარზე დაბლა დაეშვა. თუმცა ამაღლების ენერგია არ ცდება, რადგანაც ნატიფ დონეზე ხედავს ადამიანების ბედის ყველა ჩახლართულობას და პროგრამებს, რომლებიც დაგეგმა მისმა სულმა ამ ინკარნაციისთვის. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მიზნისთვის მოვიდა დედამიწაზე ამაღლების ენერგია. მან უნდა გამოარჩიოს მზად არ მყოფები და გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა საჭირო დონეზე აიყვანოს იმათი სულები, ვინც აირჩიეს დედამიწასთან ერთად ცხოვრების ახალ დონეზე გადასვლა. ახლა კი ასეთი გადარჩევა სრული სიმძლავრით მიმდინარეობს. რა ხდება მაშინ, როდესაც ამაღლების ენერგია ხედავს ადამიანს, რომელიც მთელი გულით ცდილობს გამოვიდეს დუალობის ჩარჩოებიდან და გადავიდეს სულიერი განვითარების ახალ დონეზე. ის იწყებს მის დახმარებას. უპირველეს ყოვლისა ეს დახმარება მდგომარეობს ადამიანის ენერგეტიკული სივრცის ნეგატიური ენერგიებისა და მენტალური შაბრონებისგან განწმენდაში, რომლებიც ინახება ადამიანთა ნატიფ სხეულებში ენერგეტიკული გროვების სახით. ამ ენერგიების დახმარებით მიმდინარეობს ძალზე ღრმა განწმენდა, რადგანაც იხსნება კარმული ვალები. სწორედ ამ პროცესს შეგვიძლია უწოდოთ კარმის განულება. ამ შემთხვევაში კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიმუშაოთ ის თავიდან და არ მიიზიდოთ თქვენთვის უკვე მოძველებული მესამე განზომილების სტერეოტიპული აზრები და ემოციები. სამწუხაროდ მესამე განზომილების სამყაროში ამდენი საუკუნის განმავლობაში ცხოვრების გამო ქცევისა და ქმედებების გარკვეული სტერეოტიპები ადამიანს ავტომატურ დონეზე აქვს მიყვანილი და მყარად არის მის ცნობიერებაში გამყარებული. თავად ადამიანისათვის კი მათგან განთავისუფლება საკმაოდ რთულია. ამიტომაც დასახმარებლად მოვიდნენ ახალი მაღალვიბრაციული ენერგიები, რომლებიც არა მხოლოდ ანეიტრალებენ ძვლის ბლოკებს თქვენს ნატიფ სხეულებში, არამედ ნერგავენ მათში აზრებისა და ქცევის ახალ მოდელებს, რომლებთა სათავედაც უკვე სამყაროს საუკუნო კანონები წერს. ყველაზე მოქმედი კი ამ ენერგიებიდან არის ამაღლების ენერგია. ამაზე გავჩერდებით დღეს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზღვრად უყვარხართ საუბრობა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართან, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.